დიახ, ჩვენ საუბრობდით, ესე იგი, აი ამ ელიფტიკურ ცილინდრულ კოორდინატებზე, დავადგინეთ როგორია მათი საკოორდინატო ზედაპირები და ამის შემდეგ შეგვიძლია სტანდარტულად ისე ეს როგორც გავაკეთეთ სფერული კოორდინატებისთვის, აქაც გამოვითვალოთ ლამეს პარამეტრები, კერძოდ მაგალითად ცხადია წინასწარ რომ აი ეს ლამეს პარამეტრი HZZ გამოვა ერთი სტოლი, იმიტომ რომ Z კოორდინატი რეალურად იგივე დარჩა, რაც ცილინდრულ კოორდინატებშია, არა? და ჩვენ გვახსოვს რომ ლამესის პარამეტრი იქ ტოლია ერთისა, შედარებით უფრო რთული გამოსათვლელია HUU და HVV, მათი გამოთვლებები აქ არის მოყვანილი. აქ ჩვენ ვიღებთ წარმოებულებს, აქ ყავს კვადრატებში შემდეგ ეს სიდიდეები, არა, ვაჯგუფებთ აქ ამ შესაკრებებს. და ნახეთ აქ საინტერესო ჯგუფდება ისინი, ესე იგი აქ ერთი მხრივ შეიძლება ეს პირველი შესაკრები ჩაიწეროს აი ასე. ხო, ეს შესაკრები გამოვიყენოთ ის რომ კოსინუს კვადრატ V ტოლია 1 მინუს სინუს კვადრატ V-სი. და მას შემდეგ რაც ეს გავაკეთეთ, ნახეთ, აი ეს პირველი შესაკრები აქედან გამოვა აი ასე, ხოლო მეორე და მესამე შესაკრები შეიძლება დაჯგუფდეს ასე და თუ აქ გამოვიყენებთ უკვე ჰიპერბოლური ფუნქციების თვისებას, ეს სიდიდე იქნება ერთი სტოლი. ამდენად ნახეთ, გამოსახულება იღებს ძალიან საინტერესო სახეს. იგი გამოდის სტოლი a კვადრატი გამრავლებული სინუს ჰიპერბოლური კვადრატი u პლუს სინუს ჩვეულებრივი სინუსია, ესა უკვე კვადრატ v. ხო, ესე იგი დაჯდა v-ს და u-ს სინუსების კვადრატების ჯამი, ოღონდ ერთი სინუსი არის ჩვეულებრივი, მეორე ჰიპერბოლური, ხო? შესაბამისად გამოდის, რომ აი ეს ლამეს პარამეტრი HUU ტოლი არის a გამრავლებული ფესვი აი ამ კვადრატების ჯამიდან, ხო? ანალოგიურად შეგვიძლია გამოვითვალოთ HVV-ს კვადრატი, ეს გამოთვლა აქ არის მოყვანილი, ხო? და ნახავთ, შეგიძლიათ ეს დამოუკიდებლად თქვენთან შეამოწმოთ, ძალიან კარგი სავარჯიშოა, იმიტომ რომ გაგამეორებიებთ, ასე ვთქვათ, ჰიპერბოლური ფუნქციების თვისებებს, აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ჰიპერბოლურ კოსინუს და სინუს აქვთ ის თვისება, რომ მათი წარმოებულები ტოლია, ასე ვთქვათ, კოსინუსის წარმოებული ტოლია სინუსისა და პირიქით, ნიშნის ცვლილების გარეშე, ანუ არ არის აქ როგორც ჩვეულებრივი კოსინუსისთვის, რომ მისი წარმოებული ტოლია მინუს სინუსის, არამედ კოსინუსის წარმოებული სინუსია და სინუსის კოსინუსია. შესაბამისად, აი ეს HVV გამოდის ტოლი იგივე სიდიდისა, რაც იყო HUU. ანუ ეს ორი ლამეს პარამეტრი გამოვიდა ერთმანეთის ტოლი. ეს ძალიან ისეთ საგულისხმო მომენტია და როგორც ირკვევა, ტოლობა ამ ლამეს ორი პარამეტრისა განაპირობებს სწორედ იმას, რომ მთელ რიგ ამოცანებში ძალიან სასარგებლო არის ხოლმე ამ კოორდინატების გამოყენება, იმიტომ რომ აი ეს თვისება, ნახეთ, იძლევა საშუალებას მეტრიკა ელიფტიკურ ცილინდრულ კოორდინატებში ჩაიწეროს ასეთი, აი ძალიან სიმეტრიული სახით. ნახეთ, როგორი მეტრიკაა, ds კვადრატი ტოლია a კვადრატ ჯერ სინუს კვადრატ u-ს პლუს სინუს კვადრატ v გამრავლებული du კვადრატს პლუს dv კვადრატზე პლუს dz კვადრატი. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეიძლება გამოვითვალოთ ორტები, ისე როგორც ეს სფერული კოორდინატებისთვის გავაკეთეთ, აქ ეს გამოთვლა მოყვანილია. და შესაბამისად მივიღებთ აი ესეთ გამოსახულებას u-სთვის, ამ ვექტორისთვის. როგორც ხედავთ, იგი წარმოადგენს გარკვეულ წრფივ კომბინაციას i და j გამრავლებული რაღაც თანამამრავლებზე, ეს თანამამრავლები შეიცავს როგორც v-ს, ასევე u-ს სინუსებს და ჰიპერბოლურ სინუსებს და კოსინუსებს და ეს ყველაფერი იყოფა აი ამ სიდიდეზე, ამ ფესვზე, რომელიც შემოვიდა ლამეს პარამეტრიდან. ანალოგიურად გვექნება მეორე ერთეულოვანი ვექტორისთვის, ეს ორი ერთეულოვანი ვექტორი ერთმანეთის პერპენდიკულარულია და ისინი ორივე პერპენდიკულარულია მესამე ერთეულოვანი ვექტორისა, EZ-ის, რომელიც უბრალოდ კასტოლია. ამდენად ეს სამეულიც ადგენს ორთონორმირებულ სამეულს და ეს ნიშნავს იმას, რომ ელიფტიკური ცილინდრული კოორდინატები არის რუცირული ორთოგონალური კოორდინატთა სისტემა. აი ესეთი საინტერესო სისტემაა და ანალოგიური გამოთვლები, ანალოგიური რაღაცების გაკეთება შესაძლებელია სხვა რუცირული კოორდინატებისთვისაც. სავარჯიშოები გააკეთეთ, არ ამგონია რამე გაგიჭირდეთ, უბრალოდ წარმოებულების აღებაა საჭირო, აკურატულად გამოთვლა ლამეს პარამეტრების, მერე აი ამ ერთეულოვანი ვექტორების პოვნა,
დაიხმარეთ ის მასალა, რომელიც არის არფკენში და რომელიც ალბათ დევს უკვე მასალებში და თუ არ დევს მე დღეს ჩაგიდებთ. ძალიან ისეთი, როგორ გითხრათ, ცოტა რუტინული სავარჯიშოებია, მაგრამ სასარგებლოა, მოითხოვს ვთქვათ, ცოდნას აი ამ ძირითადი დებულებების და მათ გამოყენებას და ჩვენ როდესაც გვექნება პირველი შუალედური წერა, იქ ერთ-ერთი საკითხი აუცილებლად იქნება დაკავშირებული რაღაც მონაწილეულ ორთოგონალურ კოორდინატებთან, ისე რომ კარგი იქნება თუ ასეთ გამოთვლებს შეეჩვევით, იმიტომ რომ მინდა რომ ეს თქვენთვის არ იყოს რაღაცა ესეთი რთული და რაღაც ძალიან განყენებული, არამედ პირიქით ისეთი რამ, რაც თქვენ თვითონ გაგიკეთებიათ და იცით როგორ კეთდება, ხო? კი ბატონო. კარგით, აი მოგეთ ეს იყო ის სავარჯიშოები მრუწილ კოორდინატებზე, რომლებიც მინდოდა რომ გაგვერჩია. აქვე აი ეს ნახაზი, რომელიც დაგპირდით, რომ გაჩვენებთ მეთქი, ესე იგი როგორ შეიძლება ძალიან მარტივად პოლარული კოორდინატების გამოყენებით, ესეც მაგალითია სხვა შორის მრუწილული კოორდინატების გამოყენებისა საკითხში, რომელიც ჩვენი წინა ლექციის თემა იყო, წრფივი ორთოგონალური გარდაქმნები, რა? რა არის ამ ნახაზზე გამოსახული? ნახეთ, გვაქვს რაღაცა წერტილი A, რომელსაც ესე იგი აი ამ სისტემაში x, o, y ქონდა გარკვეული კოორდინატები, რა? ეს კოორდინატები აქ არის მოცემული. და გვაქვს რაღაცა შტრიხიანი სისტემა, რომელიც გარკვეული თეტა კუთხით არის მობრუნებული საწყის სისტემის მიმართ. ამ შემთხვევაში ეს მობრუნება შესრულებულია საათის ისრის მიმართულებით, ხო? თუ ჩვენ შემოვიყვანთ, ნახეთ, როგორც ერთ, ასევე მეორე სისტემაში არა მარტო დეკარტულ, არამედ პოლარულ კოორდინატებსაც, კერძოდ, თუ მაგალითად პირველ სისტემაში, უშტრიხო სისტემაში ამ წერტილის კოორდინატებს დავახასიათებთ არა მარტო x-ით და y-ით, არამედ r-ით და φ-ით, არა? და კავშირი არის სტანდარტული, ხო? ჩვეულებრივი პოლარული კოორდინატების განმარტება x უდრის r კოსინუს φ-ის და y უდრის r სინუს φ-ის. იოლია დანახვა ნახაზიდან პირდაპირ ნახეთ, რომ მობრუნებულ სისტემაში, ვინაიდან ამ ორი სისტემის სათავეები ერთმანეთს ემთხვევა, რადიუს ვექტორები იგივეა, ანუ r უდრის r შტრიხს, მაგრამ კუთხე განსხვავებულია, ხო? ესე იგი ნახეთ, აი უკვე სისტემაში, შტრიხიან სისტემაში პოლარული კოორდინატი აწერტილისა არის არა φ, არამედ φ პლუს თეთა, ხო? შესაბამისად, x შტრიხი უდრის r შტრიხი გამრავლებული კოსინუს φ პლუს თეტაზე და y შტრიხი არის r შტრიხი გამრავლებული სინუს φ პლუს თეტაზე, ხო? ამდენად, რა კი ეს ასეა, ჩვენ შეგვიძლია ამის შემდეგ უკვე გამოვიყენოთ ჯამის კოსინუსის და სინუსის სკოლიდან თქვენთვის კარგად ცნობილი გამოსახულებები და შეგვიძლია x შტრიხი და y შტრიხი ჩავწეროთ აი ასეთნაირად. ხო? და ხედავთ ნახე რა გამოვიდა? გამოვიდა რა, რომ ესე იგი x შტრიხი ტოლია ასეთი რამის, ეხლა თუ გავიხსენებთ იმას, რომ r კოსინუს φ იყო x-ი და r სინუს φ იყო y-ი, აი ეს გამოსახულება უდრის ამ გამოსახულებას. ანუ ნახეთ რა მოვახერხეთ? მოვახერხეთ ის, რომ x შტრიხი გამოვსახეთ x-ის და y-ის საშუალებით და იმ კუთხის საშუალებით, რომელიც აღწერს სწორედ მობრუნებას ერთი სისტემისა მეორეს მიმართ. ანუ ფაქტიურად აი მივიღეთ აი ესეთი გამოსახულება, რა? ანალოგიურად y შტრიხისთვის აი აქედან, როცა ეს სინუსი გაიშალა და როცა გავიხსენეთ ის, რომ r სინუს φ არის y და r კოსინუს φ არის x-ი, ბუნებრივია, რომ ეს მოგცემს აი ასეთ გამოსახულებას, საიდანაც ცხადია რა, ცხადია რომ ესე იგი, როდესაც მოხდა კოორდინატთა სისტემის მობრუნება, კოორდინატები აი ასე შეიცვალა. x-ის და y-ის მაგივრად დაждდა x შტრიხი და y შტრიხი, შეიძლება ეს გარდაქმნა მატრიცული სახით ჩავწეროთ აი ასე, ნახეთ. არა, შემოვიყვანეთ ესეთი ორი ვექტორი, ორ კომპონენტიანი x, y და x შტრიხი, y შტრიხი და გარდაქმნის მატრიცა 2-2-ზე, ხო? რომელიც შეიცავს აი ამ ზუსტად ამ ელემენტებს, კოსინუს თეთა, მინუს სინუს თეთა, სინუს თეთა, კოსინუს თეთა, ხო? აი ამდენად ესეთი მოbrunება გვექნება და ასეთნაირად ამ მოbrunების დროს კოორდინატები იცვლება. ეს განსხვავებულია ცოტა იმისგან, რაც იყო ჭილაშვილში, იმიტომ რომ თუ გახსოვთ, იქ
x-y-დან x'-y'-ზე გადასვლა ხდებოდა უბრუნებით საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. უბრალოდ აი ხლა ამ ჩვენ შემთხვევაში, ესე იგი პირდაპირ და შებრუნებული გარდაქმნებმა გაცვალეს ადგილები, ეს არის და ეს, ხო? აი ეს არის მოკლედ რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, ითქვას ამაზე, როგორ შეიძლება მარტივად აი ამ გარდაქმნის ფორმულების გამოყვანა, რომელიც ჭილაშვილში პირდაპირ დამტკიცების გარეშე იყო მოყვანილი, როგორც რაღაცა საკმარისად ელემენტარული, ხო? შეიძლება აი გამოვიყვანოთ ასეთნაირად, ძალიან მარტივად, მართლაც თუ გამოვიყენებთ პოლარულ კოორდინატებს, ხო? კი ბატონო. კარგით. ჩვენ კიდე მოდი ახლა დავიწყოთ ეს ჩვენი ახალი თემა, რომელზეც დღეს გვინდოდა მეორე საათზე საუბარი. როგორც იქნა, მას შემდეგ რაც უკვე ორ კვირაზე მეტია, ასე ვთქვათ, დავიწყეთ ტენზორული აღრიცხვის შესწავლა, მივედით იმ მომენტამდე, როდესაც შეგვიძლია საბოლოოდ გავიგოთ, გავსაზღვროთ თუ რა არის ტენზორები, ხო? ანუ მოვიყვანოთ ტენზორის განმარტება, ტენზორების კლასიფიკაცია და ასე ვთქვათ, თანდათან გავერკვეთ იმაში, თუ რა თვისებები აქვთ აი ამ საინტერესო მათემატიკურ ობიექტებს და როგორ გამოიყენებიან ისინი ფიზიკის სხვადასხვა დარგებში, ხო? ჩვენ შესავალ ლექციაზე ვთქვით უკვე, რომ ეს მათემატიკური ცნება და ეს მათემატიკური ობიექტები ძალიან დიდ როლს ასრულებენ ფიზიკაში. ისინი პრაქტიკულად ფიზიკის ყველა დარგში გვხვდება, მაგრამ განსაკუთრებით ფართოდ ისინი გამოიყენება კლასიკური ფიზიკის ისეთ დარგებში, როგორიც არის მყარისხეულის თვისებების შესწავლა, ასევე ჰიდროდინამიკაში, ელექტროდინამიკაში და თანამედროვე, მოდი ასე ვთქვათ, მე-20 საუკუნის ფიზიკაში კი განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა ტენზორებმა შეიძინეს მაშინ, როდესაც ჩამოყალიბდა ფარდობითობის თეორია, ხო? ტენზორი საერთოდ ისეთი მათემატიკური ობიექტია, რომელსაც გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, რომელსაც ვეძახით ტენზორის რანგს. ყველა ტენზორს აქვს რაღაცა რანგი. რანგი არის მთელი დადებითი რიცხვი. ანუ ტენზორის რანგი შეიძლება იყოს 0-ის ტოლი, 1-ის, 2-ის და ასე შემდეგ, ხო? ესე იგი, პირველი რანგის ტენზორები ეს სხვა არაფერია თუ არა თქვენთვის კარგად ნაცნობი ვექტორები. ნულოვანი რანგის ტენზორები ეს არის ჩვეულებრივი რიცხვები, სკალარები, ხო? და უფრო მაღალი რანგის ტენზორები კი წარმოადგენს შედარებით უფრო რთულ და საინტერესო მათემატიკურ ობიექტებს, რომლებიც შეიძლება ასევე დავიყვანოთ რაღაც ჩვენთვის უფრო ნაცნობ მათემატიკურ ცნებებზე. მაგალითად, მეორე რანგის ტენზორის განხილვა შეიძლება როგორც კვადრატული მატრიცისა, ხო, სადაც ესე იგი მატრიცას გარკვეული თვისებები აქვს, ხო, მაგრამ უფრო ზოგადად თუ ვილაპარაკებთ, ხო, უფრო მაღალი რანგის 3, 4 და მეტი რანგის ტენზორები, ხო, მათთვის ესეთი შესატყვისი მათემატიკის სხვა დარგიდან რაღაც სინონიმი, სხვანაირი ტერმინი არ არის. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ უფრო მაღალი რანგის ტენზორები ეს საკუთრივ ტენზორული აღრიცხვის ენაზე უნდა იყოს ყოველთვის დახასიათებული. ეხლა თუ ჩვენ საუბრობთ სამგანზომილებიან ევკლიდის სივრცეზე, ხო? სივრცეზე, რომლის განზომილება ტოლია n-ისა, გვაქვს ასეთი ზოგადი დებულება, რომ სამგანზომილებიან ევკლიდის სივრცეში ტენზორის კომპონენტების რიცხვი ტოლია 3 ხარისხად n-ისა, სადაც n არის ტენზორის რანგი. კერძოდ, ცხადია, რომ მაგალითად სკალარს ექნება მხოლოდ ერთი კომპონენტი, ხო? მისი რიცხვითი მნიშვნელობა, რა, იმიტომ რომ 3 ხარისხად 0 ტოლია 1-ის, რა. ვექტორს ექნება 3 კომპონენტი, მისი 3 მდგენელი, რა, იმიტომ რომ 3 ხარისხად n არის ტოლი 1-ისა, ხო? მეორე რანგის ტენზორს მაგალითად, რომელიც როგორც თქვით, შეიძლება წარმოვადგინოთ როგორც კვადრატული მატრიცა, ხო? მას ექნება 3-ის კვადრატი, ანუ 9 ელემენტი. ესე იგი, წარმოიდგინეთ მატრიცა, რომელშიც არის 3-ის ტრიქონი და 3-ის სვეტი, ხო? და ასე შემდეგ. მესამე რანგის ტენზორს ექნება 3 ხარისხად 3 ელემენტი და ასე შემდეგ, ხო? საერთოდ თურმე ეს უფრო ზოგადი დებულებაა და უფრო ზოგადი კანონზომიერება არ არის აუცილებელი ტენზორები მაინდა-მაინც სამგანზომილებიან და თან ევკლიდის სივრცეში განიმარტოს. ჩვენ საკმაოდ მალე ვისწავლით იმას თუ როგორ განმარტოთ ტენზორები ნებისმიერი განზომილების მქონე
როგორც ევკლიდურ, ასევე არაევკლიდურ სივრცეებშიც და ჩვენ ვნახავთ, რომ ასეთი ზოგადი დებულება არსებობს, რომ თუ სივრცის განზომილება არის m და ტენზორის რანგი კი არის n, მაშინ ტენზორს აქვს m ხარისხად n ელემენტი, ხო? აი მაგალითად ფარდობითობის ზოგად თეორიაში, ხო, რომელიც აღწერს სივრცე დროს, რომლის განზომილება ტოლია 4-ისა, ხო? არსებობს ასეთი ტენზორი, რომელსაც ვეძახით სიმრუდის ტენზორს. ეს ტენზორი სიმრუდის ანუ რიმანის ტენზორი, ეგრეთ წოდებული, მისი რანგიც 4-ის ტოლია. ესე იგი, ეს არის ტენზორი, რომელიც განიმარტება 4 განზომილებიან სივრცეში და ამ ტენზორის რანგი ტოლია 4-ის. ამიტომ ამ ტენზორს აქვს 4 ხარისხად 4 ელემენტი. ეს ძალიან დიდი რიცხვია, ხო? 256. ესე იგი, წარმოიდგინეთ. ეს არის მათემატიკური ობიექტი, რომელიც შედგება, მოდი ასე ვთქვათ, 256 ელემენტისგან, კომპონენტისგან. იგი შეგვიძლია წარმოიდგინოთ, როგორც 256 რიცხვის რაღაცა რთული ერთობლიობა, ხო? რა თქმა უნდა, ყველა ელემენტი არ არის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, ხო? ეს დამოკიდებულია ტენზორის თვისებებზე. მთელ რიგ ტენზორებში ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული სიმეტრია, ანტისიმეტრიის თვისებები და ეს თვისებები მნიშვნელოვანწილად ამცირებენ ტენზორის დამოუკიდებელი კომპონენტების რაოდენობას. ამას ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ, როგორ ხდება ესა, ხო? თუმცა ჯერჯერობით მოდი მაინც შემოვიფარგლოთ სამგანზომილებიანი ევკლიდური სივრცით და რა, ვინაიდან ჩვენ ჯერჯერობით მაინც ტენზორული აღრიცხვის საფუძვლებს ვეცნობით სწორედ აი ამ სივრცეში, ეს ამ სივრცეში. აქვე ვთქვათ, რომ ტენზორი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც დეკარტის მართკუთხა სისტემაში, ასევე ნებისმიერ იმ მრუწილურ, ორთოგონალურ თუ არაორთოგონალურ კოორდინატთა სისტემებში, რომლებზეც ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, ხო? ჯერჯერობით ისევ და ისევ ჩვენ მაინც ძირითადად ყურადღებას მივაყვროთ ტენზორების თვისებებს დეკარტის სისტემაში, თუმცა რაღაც ეტაპზე აუცილებლად განვიხილავთ ასევე ტენზორების თვისებებს მრუწილულ კოორდინატებში. რატომ? იმიტომ რომ როგორც უკვე ვიცით, ამას უკვე მივაქციეთ ყურადღება, ფიზიკაში ძალიან ბევრია ისეთი ამოცანა, სადაც უფრო მოხერხებულია მრუწილული კოორდინატების გამოყენება ამოცანის სიმეტრიიდან გამომდინარე და ამიტომ შესაბამისად თუ ჩვენ შემოყვავს რაღაც ახალი მათემატიკური რეალობა, ახალი მათემატიკური ცნება, ხო? მნიშვნელოვანია რომ ეს ცნება წარმატებით მუშაობდეს მრუწილულ კოორდინატებშიც, იმიტომ რომ ბევრია ისეთი ამოცანა, სადაც ამოცანის ფორმულირება და ამოხსნა მოგვიწევს სწორედ ამა თუ იმ მრუწილულ სისტემაში, ხო? ტენზორების კომპონენტებს გამოვსახავთ ინდექსების საშუალებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად გავიგოთ ეს რას ნიშნავს. ესე იგი, როდესაც ჩვენ ჩავწერთ ამა თუ იმ ტენზორს, ეს ტენზორი აღინიშნება რაღაცა სიმბოლოთი. ეს სიმბოლო შეიძლება იყოს ლათინური ასო, ესა თუ ის, ან ბერძნულიც, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ამ სიმბოლოს ექნება ყოველთვის გარკვეული ინდექსები. ხო? და ეს ინდექსები იღებენ რა მნიშვნელობებს? 1, 2, 3. სამგანზომილებიან სივრცეში, ხო? ამას მივაქციოთ ყურადღება, რომ როცა ვიმყოფებით სამგანზომილებიან ევკლიდის სივრცეში, ტენზორის ნებისმიერი ინდექსი იღებს მნიშვნელობებს 1, 2, 3. როგორც ვექტორებისთვის არის, ხო? მაგალითად, რომ წერთ სიჩქარის ვექტორს, ნაწილაკის ფხისი სიჩქარის ვექტორი, v, მას გააჩნია 3 კომპონენტი, ხო? ესენი არის v1, v2, v3. ეს არის ამ ვექტორის დგენელები, რა? ხო. ანალოგიურად, თქვათ, მეორე რანგის ტენზორს, აი TK მაგალითად, ხო? მას აქვს 2 ინდექსი და თითოეული ინდექსი იღებს მნიშვნელობებს 1, 2, 3. ესე იგი, ნახეთ, ასეთ ზოგად წესს აქვს ადგილი, რომ ტენზორს ექნება იმდენი ინდექსი, როგორიც არის მისი რანგი. აი მაგალითად, რო შეხედავთ ახლა ამ ჩანაწერს TK, ეგრევე უნდა მიხვდეთ, რომ აჰა, ეს არის მეორე რანგის ტენზორი, იმიტომ რომ მას 2 განსხვავებული ინდექსი აქვს. CIKL მესამე რანგის ტენზორია, იმიტომ რომ მას 3 ინდექსი აქვს, ხო? აქ მე შემთხვევით არ მიხმარია სიტყვა განსხვავებული ინდექსი, იმიტომ რომ ჩვენ მომავალში ვნახავთ, რომ ტენზორს შეიძლება ერთნაირი ინდექსებიც ჰქონდეს და ამას დაკვირვება ჭირდება, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში ამ ერთნაირი ინდექსებით
იგულისხმება ხოლმე აჯანვა და ასეთ შემთხვევაში ასეთ განმეორებად ინდექსებს ტენზორის რანგი არ შეესაბამება. ანუ ტენზორს შეიძლება კონდეს მეტი ინდექსი, თუ რომელიმე მეორდება, ვიდრე არის მისი რეალური რანგი. ხო? და ამას ჭირდება გარკვეული ყურადღება, თუმცა ის თავის დროზე ვნახავთ, როგორ მუშაობს ეს ამბავი, ხო? ეხლა, მოკეთ ჯერჯერობით თქვით რა, თქვით, რომ არსებობს სხვადასხვა რანგის ტენზორები და რომ რანგი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენი ელემენტი ექნება ამა თუ იმ ტენზორს, ამა თუ იმ განზომილების მქონე სივრცეში, ხო? ეხლა, ისევ და ისევ, თუ ევკლიდის სივრცეზე გვინდა რომ ვილაპარაკოთ, უნდა ვთქვათ ხაზგასმით და ეს არის ტენზორის განმარტების, მოდი ასე ვთქვათ, საფუძველი, რომ ტენზორის თვისებებს განსაზღვრავს მისი კომპონენტების გარდაქმნის კანონი ერთიდან მეორე კოორდინატა სისტემაზე გადასვლის დროს. ანუ ესა თუ ის მათემატიკური ობიექტი არის ამა თუ იმ ტიპის ტენზორი, ან საერთოდ არ არის ტენზორი, ამის დადგენა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცით, როგორ გარდაიქმნება ეს ტენზორი კოორდინატა სისტემის გარდაქმნის დროს. თუ მაგალითად ჩვენ ვიმყოფებით დეკარტის მართკუთხა სისტემაში, ხო? ამ დროს საჭიროა გაირკვეს, როგორ გარდაიქმნებიან, როგორი ყოფაქცევა აქვთ ტენზორის კომპონენტებს წრფივი ორთოგონალური გარდაქმნების მიმართ. ამდენად ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და ამას მინდა ხაზი გაუსვარო. ესე იგი, დეკარტის სისტემაში ასე ვთქვათ, მათემატიკური სიდიდის ტენზორულობის დადგენის ტესტს, რეცეპტს, კრიტერიუმს წარმოადგენს ყოფაქცევა ამ მათემატიკური ობიექტის კომპონენტებისა წრფივი ორთოგონალური გარდაქმნების დროს, ხო? აი, იმისთვის, რომ ეს უფრო გასაგები იყოს, რას ნიშნავს, ხო? ავიღოთ ჩვენთვის შედარებით უფრო ცნობილი მათემატიკური ცნება, ისეთი როგორიც არის ვექტორი, ხო? ვექტორი. ვექტორს სამი მდგენელი აქვს, სამი კომპონენტი აქვს, A1, A2 და A3, ხო? ჩვენ უკვე თქვით, დავთქვით, მოდი ასე ვთქვათ, რომ ეს სამი სიდიდე ადგენს პირველი რანგის ტენზორს, არა? და აღნიშნავთ მას აი ასე, AI, სადაც გულისხმობთ, რომ ინდექსი I იღებს მნიშვნელობებს 1, 2 და 3. ხო და მოკლედ ჩვენ ამ სიდიდეზე ვიტყვით, აი ამ სამი სიდიდის ერთობლიობაზე ვიტყვით, რომ იგი პირველი რანგის ტენზორია, თუ კოორდინატა სისტემის მოbrunების დროს ის გარდაიქმნება ისე, როგორც წერტილის კოორდინატები, ანუ აი ამ კანონით. ნახეთ? მოდი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ და გავიაზროთ რა ვთქვით. ესე იგი, აი ამ სამი სიდიდის ერთობლიობა, A1, A2, A3 ადგენს პირველი რანგის ტენზორს იმ შემთხვევაში, თუ კოორდინატა სისტემის მოbrunების დროს ისინი გარდაიქმნებიან როგორც წერტილის კოორდინატები, ანუ წრფივი ორთოგონალური გარდაქმნის კანონის თანახმად, აი ასე. I შტრიხი, ტოლია, ჯამისა, I1-ის 1-დან 3-მდე, AIK, AK. სადაც AI შტრიხი ეს არის ვექტორის კომპონენტების შტრიხიან მოbrunებულ სისტემაში, არა? ხოლო AIK არის ჩვენთვის უკვე ნაცნობი მიმართულების კოსინუსები, რომლებიც, როგორც ვიცით, აკმაყოფილებენ ორთონორმირების აი ამ პირობებს, არა? ეს 9 სიდიდე ისინი არ არის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, არამედ არსებობს მათ შორის გარკვეული ბმები, ამ ბმებზე ჩვენ წინა ლექციაზე ვისაუბრეთ და თქვით, რომ ესე იგი, აი ამ გარდაქმნის მატრიცის ელემენტები, ანუ მიმართულების კოსინუსები აკმაყოფილებენ ორთონორმირების აი ამ პირობებს, ხო? აი თუ სამი სიდიდის ერთობლიობა ასე გარდაიქმნება კოორდინატა სისტემის მოbrunების დროს და თანაც თუ ამ დროს აი ეს AIK მიმართულების კოსინუსებია ნამდვილად, ანუ ისინი თუ აკმაყოფილებენ ორთონორმირების პირობებს, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სამი სიდიდის ერთობლიობა მართლაც წარმოადგენს პირველი რანგის ტენზორს, ხო? ჩვენ ვიცით უკვე, რომ თუ ამ გამოსახულებას 4-1 ჩვენ გავამრავლებთ აი ამ IN-ზე და ავიღებთ ჯამს IT, ჩვენ შეგვიძლია შებრუნებული გარდაქმნა დავწეროთ, ხო, როგორც ეს კოორდინატებისთვის გავაკეთეთ, მივიღებთ აი ასეთ შებრუნებული გარდაქმნის
გამოსახულებას, რომელიც რას აკეთებს? გამოსახავს უკვე A-N-ს A'-ის საშუალებით, ხო? ამდენად ეს არის ეგრეთ წოდებული შებრუნებული გარდაქმნა, ხო? ესე იგი, რა გამოვიდა? გამოვიდა, რომ აი ეს ამ სამი სიდიდის ერთობლიობა, რასაც ჩვენ დავარქვით პირველი რანგის ტენზორი, ეს არის პრინციპში ის მათემატიკური ობიექტი, რომელსაც უკვე შეჩვეული ვართ დაუძახოთ ვექტორები, რა? ჩვენ ვექტორებს ასეთნაირად ჩავწერთ ხოლმე ხშირად, როგორც ერთსტრიქონიან ან ერთსვეტიან მატრიცებს, ხო? აი მაგალითად შეგვიძლია ასეთი ჩანაწერი გამოვიყენოთ. ეს რა არის? ეს არის მატრიცა, რომელშიც ერთი სტრიქონია. ეს არის მატრიცა, რომელშიც ერთი სვეტია. ერთის და მეორეც წარმოადგენს ვექტორის, ანუ პირველი რანგის ტენზორის ჩაწერის ესეთ მოხერხებულ ფორმას, არა? კი ბატონო. ეხლა მოდი ვნახოთ როგორ გარდაიქმნება უფრო მაღალი რანგის ტენზორები. ანუ უფრო მაღალი რანგის ტენზორები განმარტოთ, ხო? ამისთვის შემოვიყვანოთ ძალიან მნიშვნელოვანი ცნება, რომელსაც ქვია პირდაპირი ნამრავლი. აი დავუშვათ, რომ გვაქვს ორი პირველი რანგის ტენზორი, A-I და B-K, ხო? თითოეული მათგანი შედგება სამ-სამი კომპონენტისგან, არა? და ჩვენ შეგვიძლია თითოეული ამ სამი კომპონენტიდან გავამრავლოთ მეორე ტენზორის სამივე კომპონენტზე, ხო? მე შემიძლია A1 გავამრავლო B1-ზე, B2-ზე, B3-ზე, შემიძლია A2 გავამრავლო სამივეზე და A3-ით, ხო? შესაბამისად, მე მივიღებ აი ამ ოპერაციის ჩატარების შემდეგ მათემატიკურ ობიექტს, რომელსაც აღავნიშნავ P-I ჩავწერ აი ასე, როგორც I გამრავლებული B-ზე და რომელსაც დავუძახებ ამ ორი ვექტორის პირდაპირ ნამრავლს, ხო? ეს პირდაპირ ნამრავლი არის 9 სიდიდის ერთობლიობა, ხო? და მე შემიძლია ვნახო ახლა როგორ გარდაიქმნება ამ 9 სიდიდის ერთობლიობა, მაშინ, როდესაც მე ვახდენ კოორდინატთა სისტემის მოbrunებას, არა? მე ვიცი როგორ გარდაიქმნება A, როგორ გარდაიქმნება B, ბუნებრივია, ვინაიდან P წარმოადგენს A-ს და B-ს პირდაპირ ნამრავლს, მე შემიძლია გამოვიყენო A-ს და B-ს გარდაქმნის კანონები და ვნახო როგორ იქნება P-ს გარდაქმნის კანონი, ხო? ამის გაკეთება ძალიან იოლია, აგერ არის ეს ასეთნაირად, ნახეთ დაწერილი, ხო? ჩვენ ესე იგი A-სთვის და B-სთვის გვექნება აი ასეთი გარდაქმნის ორი კანონი, ხო? ესე იგი A' მოიცემა აი ასე, B' გამოიცემა ასე, ორივე არის წფივი ორთოგონალური გარდაქმნები, არა? და ვინაიდან P'-IK იქნება A'-ის და B'-K-ს ნამრავლი, ამიტომ ნამრავლისთვის მე შემიძლია დავწერო ასეთი გარდაქმნის კანონი, რომელიც აი აქ 4-6 ფორმულით არის მოცემული. ესე იგი რა ხდება? ეს ორი ჯამი გადამრავლდა ერთმანეთზე, ხო? და ორი ჯამის გადამრავლება ნიშნავს იმას, რომ ეხლა მე მაქვს უკვე ორმაგი ჯამი, არა? და მაქვს აი ესეთი გამოსახულებები, რომლებიც შეიცავენ ორ კომპონენტს A-ი და B-ი, გარკვეული, ასე ვთქვათ, კოეფიციენტებით. ეს კოეფიციენტები დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, იმაზე, თუ რომელი ელემენტი მრავლდება რომელ ელემენტზე. ხო, შეიძლება ამ ჯამში, ვთქვათ, ისეც მოხდეს, რომ რომელიღაც ორი ელემენტი 0-ის ტოლია და ამიტომ ნამრავლიც 0 იყოს, ხო? ამიტომ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ პირდაპირ ნამრავლის გარკვეული კომპონენტები იქნებიან 0-ის ტოლი. ეს არ არის გამორიცხული. და საბოლოო ჯამში რა გამოდის? ნახეთ, თუ ამ გამოსახულებას შევხედავთ, აი ეს სიდიდე AM-ი გამრავლებული BN-ზე, ხო სხვა არაფერია, თუ არა PMN-ი, ანუ ეს არის პირდაპირი ნამრავლი A და B ვექტორებისა უშტრიხო სისტემაში. ამიტომ აი ამის გათვალისწინებით ეს გარდაქმნის კანონი შემიძლია ჩავწერო აი ასე. ნახეთ? ესე იგი პირდაპირ ნამრავლი აი ესე გარდაიქმნება. განსხვავებით ვექტორისგან, როგორც ხედავთ, გარდაქმნის კანონში შედის მიმართულების კოსინუსების, ესე იგი, ესეთი წყვილური ნამრავლები, ხო? და მოდი აი გამოვიყენოთ ახლა ეს გამოსახულება იმისთვის, რომ განვმარტოთ ეგრეთ წოდებული მეორე რანგის ტენზორი. ანუ მოდი შევთანხმდეთ, რომ 9 სიდიდის ერთობლიობას TK დავუძახებთ მეორე რანგის ტენზორს იმ შემთხვევაში, თუ კოორდინატთა სისტემის მოbrunებისას ის გარდაიქმნება როგორც ორი ვექტორის პირდაპირი ნამრავლი, ანუ აი ამ კანონით.
TIK' უდრის ჯამი M-ით და N-ით IM AKN-ი გამრავლებული TMN-ზე. ამდენად თუ გვაქვს 9 სიდიდის რაღაც ერთობლიობა, რომელიც აი ასე გარდაიქმნება, ხო? მაშინ ჩვენ ამ 9 სიდიდის ერთობლიობას დავუძახებთ, დავარქმევთ მეორე რანგის ტენზორს, ხო? ეხლა მეორე რანგის ტენზორი TIK' არის შტრიხიან სისტემაში, TMN-ი არის ბუნებრივია უშტრიხო სისტემაში, ხო? და ძალიან ბუნებრივია ესე ვთქვათ გამოხატვის ფორმა მეორე რანგის ტენზორისა, ეს ჩვენ უკვე ვთქვით, იქნება მატრიცული ფორმა, ხო? მეორე რანგის ტენზორი ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ, აი როგორც ასეთი მატრიცა, რომელშიც 9 ელემენტია. დავაკვირდეთ ამ მატრიცას, აი რა არის მაგალითად ელემენტი T21. T21 არის A2-ის და B1-ის ნამრავლი, ხო? T12 არის A1-ის და B2-ის ნამრავლი. ანუ პრინციპში ეს არის განსხვავებული სიდიდეები, იმიტომ რომ A1, A2, A3, B1, B2, B3 ისეთია, რომ შეიძლება აი ამ პირდაპირ ნამრავლში 9 ელემენტი აღმოჩნდეს, გამოვიდეს ერთმანეთისგან განსხვავებული რიცხვის ტოლი, ხო? ამდენად მეორე რანგის ტენზორი შეიძლება თვალსაჩინოდ წარმოვიდგინოთ როგორც კვადრატული 3-3-ზე მატრიცა, არა? და ამ მატრიცის თითოეულ ელემენტს ჩვენ დავუძახებთ მეორე რანგის ტენზორის კომპონენტებს, ხო? მნიშვნელოვანია, რომ ეს კარგად გვესმოდეს, ხალხო, ნახეთ, TIK არის მეორე რანგის ტენზორი, აი ეს სიდიდე, ანუ ამ 9 ელემენტები, ამ 9 ესე იგი ელემენტის ერთობლიობა. დიახ. ელემენტები ისინი ვექტორებია თუ ეს კომპონენტები ანუ ვექტორებია? რატო არის კომპონენტები ვექტორები? კიდევ ერთხელ დავუკვირდი, მეორე რანგის ტენზორი მივიღეთ ორი ვექტორის პირდაპირი ნამრავლით, ხო? მეორე რანგის ტენზორის კომპონენტები წარმოადგენს იმ ვექტორების კომპონენტების ნამრავლებს, რომელთა პირდაპირი გამრავლებითაც მივიღეთ ეს ტენზორი. ესმით ჩემი ხმა? ანუ სკალარული ნამრავლი. კი, სკალარული ნამრავლი. ეთქობა იური არ მისმენდი. კარგი, დავბრუნდები უკან. ესე იგი, სკალარული ნამრავლი საერთოდ არ მიხსენებია. მე ვთქვი რა, რომ მაქვს ორი პირველი რანგის ტენზორი მეთქი. ხო? AI და BK. რატო ისმის ჩემი ხმის ეხო, რაღაც უცნაური ის არის. თქვენს გესმით? არა, მე ჩვეულებრივად მისმის. აი, მეორდება. ჩვენთან ისმის ეხო. ხო, რაღაც ისე უცნაურად არის, მე ვამბობ რაღაცას და მე მეორდება. რატომღაც არ ვიცი, ეთქობა რაღაც ჩაწერის დროს. კაი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხალხო, ესე იგი, პირველი რანგის ტენზორი იგივეა რაც ვექტორი, ხო? ავიღე ახლა ორი ვექტორი და შევადგინე მათი კომპონენტებისგან პირდაპირი ნამრავლი. პირდაპირი ნამრავლი არის ასეთი სიდიდე. AI, BK. ხო, ესე იგი, ყოველი ვექტორის კომპონენტი მრავლდება მეორე ვექტორის ყველა კომპონენტზე. შესაბამისად, მიიღება 9 სიდიდის ერთობლიობა. ეს 9 სიდიდის ერთობლიობა არ არის არც სკალარული ნამრავლი, არც ვექტორული ნამრავლი, ეს არის პირდაპირი ნამრავლი, ის რაც თქვი ახლა უკვე, ხო? პირდაპირი ნამრავლი, რო გქონდეთ თქვა ორი ვექტორი, ხო? ერთი ვექტორის ელემენტები იყოს 1, 2, 3, მეორესი 4, 5, 6. რა იქნებოდა ამ ორი ვექტორის პირდაპირი ნამრავლი? თითეული კომპონენტი ერთი ვექტორისა უნდა გაამრავლოთ რიგრიგობით მეორე ვექტორის ყველა კომპონენტზე, ხო? გამოვა ასეთნაირად 9 რიცხვი, ხო? იმიტომ რომ იქაც 3-ია და იქაც 3-ია. აი ამ 9 სიდიდის ერთობლიობას, ხო? ჩვენ ვეძახით პირდაპირ ნამრავლს. ეხლა თუ პირდაპირი ნამრავლისთვის ჩავწერთ გარდაქმნის კანონსო, ამას ვამბობდი, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ აი ასეთ გარდაქმნის კანონს, იმიტომ რომ თვითონ ვექტორები ხო ასე გარდაიქმნებიან ერთის და მეორეს, არა? შესაბამისად, პირდაპირი ნამრავლი გარდაიქმნება აი ასე 4-6 ფორმულის თანახმად, რომელიც შეიძლება ჩავწერო აი ასეთნაირად. ესე იგი, რა გამოვიდა? გამოვიდა, რომ 9 სიდიდის ეს ერთობლიობა, რომელიც კოორდინატთა სისტემის მოbrunებისას გარდაიქმნება როგორც ორი ვექტორის პირდაპირი ნამრავლი, ანუ ამ კანონით, აი ამას დავარქმევ მეორე რანგის ტენზორს. ესე იგი, რა არის მეორე რანგის ტენზორი? მეორე რანგის ტენზორი არის ობიექტი, რომელიც შედგება 9 კომპონენტისგან და
ამ ტენზორის ყოველი კომპონენტი წარმოადგენს სიდიდეს, რომლის გარდაქმნის კანონი არის ეკვივალენტური ორი ვექტორის პირდაპირი ნამრავლის გარდაქმნის კანონისა. შესაბამისად, ტენზორის კომპონენტები არ არის სავალდებულო, რომ იყოს რომელიღაც ორი ვექტორის კომპონენტების ნამრავლი. არა, თავი არის ის, რომ გარდაქმნის კანონი იყოს ასეთივე, ანუ გარდაიქმნებოდეს ეს სიდიდე ისე, როგორც ორი ვექტორის პირდაპირი ნამრავლი. ესმით, ესე იგი, ეს ჩანაწერი იმას კი არ ნიშნავს, რომ ტეს ელემენტები გინდა თუ არა რომელიღაც ორი ვექტორის ელემენტების პირდაპირი ნამრავლებია. არა, მათი გარდაქმნის კანონია მსგავსი. ისინი გარდაიქმნებიან ისევე, როგორც გარდაიქმნება ორი ვექტორის პირდაპირი ნამრავლი. ეს რას ნიშნავს? ნახეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მეორე რანგის ტენზორი ზოგადად არ დაიყვანება ორი ვექტორის პირდაპირ ნამრავლზე. რო დაიყვანებოდეს, მაშინ საერთოდ არ იქნებოდა საჭირო დამოუკიდებელი მათემატიკური ობიექტის მეორე რანგის ტენზორის განმარტება, ხო? ყოველთვის ვიტყოდით, რომ აჰა, ეს ტენზორი არის აი ამ და ამ ვექტორის პირდაპირი ნამრავლი. ასე არ არის. აი თუ გახსოვთ, ჩვენ როცა საუბრობდით იდეალური სითხის ჰიდროდინამიკაზე, იქ იმპულსის ნაკადის ტენზორზე იყო ლაპარაკი და ის ტენზორი შეიცავდა შესაკრებს, რომელიც იყო სიმკვრივის და სიჩქარის ვექტორების პირდაპირი ნამრავლი, რო, ვ-ი, ვ-კ. მაგრამ შეიცავდა მეორე შესაკრებს, რომელიც იყო წნევის და კრონეკერის სიმბოლოს ნამრავლი, ხო? ესე იგი, მთლიანობაში იმპულსის ნაკადის ტენზორი არ დაიყვანებოდა ორი ვექტორის პირდაპირ ნამრავლზე. მაგრამ მისი გარდაქმნის კანონი კოორდინატთა სისტემის მოbrunებისას იყო ანალოგიური ორი ვექტორის პირდაპირი ნამრავლის გარდაქმნის კანონისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მინდა რომ კარგად გაიგოთ. ესე იგი, რაღაცა შეიძლება გარდაიქმნებოდეს, როგორც ორი ვექტორის პირდაპირი ნამრავლი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს რაღაცა არის ორი ვექტორის პირდაპირი ნამრავლი. გარდაქმნის კანონია ანალოგიური, გხვდით? ამიტომაც მეორე რანგის ტენზორი, ხო, შტრიხიან სისტემაში, რომელიც აი ასე გარდაიქმნება და რომელიც შეიძლება წარმოვადგინოთ როგორც აი ესეთი მატრიცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აი ამ მატრიცის ელემენტები T1, 2, T3 ხმა წყდება. ხო, არ ვიცი რატო წყდება. წყობა რაღაცა კავშირის ბრალია. გესმით ახლა? ისმის ჩემი ხმა? არ გესმით ჩემი? აი ახლა თითქმის 9 წუთი გათიშულია. ხო, არ ვიცი რატო ხდება ეს. იცი რა არის? მოდი ასე გავაკეთებ, რომ მე ხო ამას ჩემ კომპიუტერში ვწერ პირდაპირ და ჩანაწერში ალბათ არ იქნება წვეტები. ამიტომ თუ თქვენ ჩანაწერს მოусმენთ, იქ ალბათ ეს წვეტები არ იქნება და შეგეძლებათ ასე ვთქვათ ამის გარეშე. ჩემთვისაც ცოტა რთულია, იმიტომ რომ მე ვლაპარაკობ და არ ვიცი როდის გესმით და როდის არა და ამის გამო რაღაცეებს ვიმეორებ მაინც. ესე კიდე ერთხელ გავიმეორებ. აი ხა გესმით ჩემი? აი შეწყდა რაღაც მომენტში კიდე რამდენიმე წამი. ხო. კი ბატონო, აი თუ ისმის ახლა რას ვამბობ, მაშინ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ესე იგი მეორე რანგის ტენზორი არის 9 სიდიდის ერთობლიობა, რომელიც კოორდინატთა სისტემის მოbrunებისას გარდაიქმნება როგორც ორი ვექტორის პირდაპირი ნამრავლი, ანუ ამ წესით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეორე რანგის ტენზორი ყოველთვის წარმოადგენს ორი ვექტორის პირდაპირ ნამრავლს. გარდაქმნის კანონი არის მსგავსი, მაგრამ თვითონ ეს სიდიდე T-იკ და მისი კომპონენტები არ დაიყვანებიან ორი ვექტორის პირდაპირ ნამრავლზე. ესე იგი, მეორე რანგის ტენზორი არ არის ყოველთვის ორი ვექტორის პირდაპირი ნამრავლის ტოლი. ერთია რაღაც სიდიდეების ტოლობა და მეორეა გარდაქმნის კანონების მსგავსება. შეიძლება გარდაქმნის კანონები იყოს ერთნაირი, არა? მაგრამ ეს ორი სიდიდე არ იყოს ერთმანეთის ტოლი. შესაბამისად, ნახეთ, მეორე რანგის ტენზორი ზოგ შემთხვევებში დაიყვანება ორი ვექტორის პირდაპირ ნამრავლზე, ზოგ შემთხვევებში არა. მაგრამ თუ მეორე რანგის ტენზორია, მისი გარდაქმნის კანონი ყოველთვის წარმოადგენს ორი ვექტორის პირდაპირი ნამრავლის გარდაქმნის კანონს. აი ეს არის მთავარი. ესე იგი, ფაქტიურად
პირდაპირ ნამრავლის ცნების შემოყვანა დაგვჭირდა იმისთვის, რომ გაგვემართა როგორია მეორე რანგის ტენზორის გარდაქმნის კანონი. აი ასეთი. მეორე რანგის ტენზორის გარდაქმნის კანონში შედის მიმართულების კოსინუსთა ესეთი ორმაგი წყვილური ნამრავლები, ხო? რაც ნიშნავს იმას, რომ ზოგ შემთხვევებში მეორე რანგის ტენზორი შეიძლება მართლაც დაიყვანებოდეს უშუალოდ ორი ვექტორის პირდაპირ ნამრავლზე. ზოგ შემთხვევაში არა. ამის მაგალითებს ძალიან ბევრს ნახავთ. პრაქტიკულად ყველა მეორე რანგის ტენზორი, რომელიც ფიზიკაში გვხვდება, ხო, შეიცავს ხოლმე თავის თავში წევრებს, რომლებშიც გვაქვს ვექტორების პირდაპირი ნამრავლები, მაგრამ გვაქვს ისეთი შესაკრებებიც, რომლებიც არ წარმოდგება, არ ჩაიწერება, როგორც ორი ვექტორის პირდაპირი ნამრავლი. ამიტომ მნიშვნელოვანი ეს არის ზუსტად, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უკვე მეხუთეჯერ ალბათ, რომ ტენზორის მეორე რანგის ტენზორის რაობა დგინდება გარდაქმნის კანონით და ეს გარდაქმნის კანონი უნდა იყოს ორი ვექტორის პირდაპირი ნამრავლის გარდაქმნის კანონი ნამდვილად, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მეორე რანგის ტენზორი ყოველთვის ყველა შემთხვევაში ტოლია ორი ვექტორის პირდაპირი ნამრავლისა. ხო? მომყვებით? გესმით ახლა ჩემი? კი ბატონო. კარგი. ესე იგი, მომავალში, როდესაც ჩვენ ტენზორებზე ვილაპარაკებთ ხოლმე, ტენზორს ყოველთვის აღნიშნავთ იმავე ასოთი, რითიც მის კომპონენტებს, ანუ აი გვექნება ხოლმე ასეთი ჩანაწერები, ნახეთ, t უდრის t-ს. ანუ როცა წერია t-k, ეს ამავე დროს ნიშნავს ტენზორსაც, ხო, ესე იგი, და როცა ვამბობთ, რომ მოცემულია t-k ტენზორი, ჩვენ ვიგულისხმებთ ხოლმე, რომ ლაპარაკია არა რომელიღაც ერთ კონკრეტულ კომპონენტზე, არამედ ყველა კომპონენტის ერთობლიობაზე. გესმით? და ყოველთვის გვეცოდინება, რომ ეს ტენზორი არის 9 სიდიდის ერთობლიობა, თანაც ამ სიდიდეებს რამდენადმე ერთმანეთისგან გავარჩევთ. მაგალითად, ნახეთ, აი კომპონენტებს, რომელთა ინდექსები ერთნაირია, ასეთი კომპონენტები არის 3, t1,1, t2,2 და t3,3. მათ ჩვენ დავარქმევთ ტენზორის დიაგონალურ კომპონენტებს, ხო? ხოლო იმ კომპონენტებს, რომლებისთვისაც i არ უდრის k-ს, ესეთი არის მაგალითად t1,2, t2,3, ხო? t3,1, ამათ დაუძახებთ არადიაგონალურ კომპონენტებს, ხო? შეგვხვდება ისეთი ტენზორები, ფიზიკაში ასეთი ტენზორები საკმაოდ ხშირია, რომლებსაც არადიაგონალური კომპონენტები არა აქვთ. ერთი ასეთი ტენზორი უკვე შეგვხვდა სხვათა შორის, აბა თუ გამახსენებთ რომელი. ტენზორი, რომელსაც მხოლოდ დიაგონალური კომპონენტები ჰქონდა და არ ჰქონდა არადიაგონალური. რა ტენზორი იყო ესა? კრონეკერის და? ბატონო? კრონეკერის სიმბოლო? კრონეკერის სიმბოლო ასეთი იყო ნამდვილად, კი მართალი ხარ. კიდევ ერთი შეგვხვდა, აი მრუწილ კოორდინატებზე რო ლაპარაკობდით, იქ რა იყო ესა? მრუწილული ორთოგონალური კოორდინატებისთვის მეტრიკულ ტენზორს გახსოვთ, ჰქონდა მხოლოდ დიაგონალური კომპონენტები, ეს იყო h alpha კვადრატ წევრები და არადიაგონალური კომპონენტები q alpha beta, სადაც განსხვავდება ბეტასგან, დიახ, ორთოგონალური მრუწილული კოორდინატების მეტრიკული ტენზორი არის დიაგონალური ტენზორი, იმიტომ რომ მას არ გააჩნია არადიაგონალური ელემენტები, ხო? დიაგონალური ტენზორი აი ასეთი მატრიცის სახით გამოიყურება, ხო? აი, მოდი ერთი მაგალითი მოვიყვანოთ ფიზიკიდან, სადაც მეორე რანგის ტენზორი გამოიყენება იმისთვის, რომ უფრო ნათელი გახდეს მაინც სად და როგორ შემოდის ეს ობიექტები. აი, მაგალითად, მაშინ რა ქვია, ელექტრობაში ჩვენ გვაქვს ასეთი ცნობილი კანონი, რომელსაც ქვია ომის კანონი იზოტროპიული სხეულებისთვის. ეს კანონი აკავშირებს ერთმანეთთან ელექტრული ველის სიდიდეს და დენის ვექტორს. ესე იგი, ელექტრული ველის სიმძლავრის და დენის ვექტორებს შორის არსებობს ასეთი კავშირი. დენი, რომელიც განპირობებულია ელექტრული ველით, მოიცემა ფორმულით, ესე იგი, G უდრის სიგმა გამრავლებული E-ზე, სადაც სიგმა არის სიდიდე, რომელსაც ჩვენ ვეძახით ელექტროგამტარებლობას. ის არის შებრუნებული სიდიდე იმისა, რასაც
კლასიკურ ელექტრობაში ქვია წინაღობა, ხო? გამტარებლობა, ესე იგი G უდრის σ E. აი ეს არის ასე ვთქვათ ომის კანონი იზოტროპიული სხეულებისთვის, ხო? და იზოტროპიული სხეულებისთვის ელექტროგამტარებლობა არის სკალარული სიდიდე. რო აიღოთ თქვენ რაღაცა ლითონის ვთქვათ სხეული, არა, მისი გამტარებლობა ყველა მიმართულებით ერთნაირია, ხო? და ამიტომ გამტარებლობა არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მიმართულებით ვრცელდება, ვთქვათ, ამ გამტარში დენი, არა? ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ დენის სიმკვრივის რომელიღაც იური კომპონენტი განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ ელექტრული ველის დაძაბულობის იმავე იური კომპონენტით. ესე იგი, Ge უდრის სიგმა გამრავლებული E-ზე. G2 არის დამოკიდებული მარტო E2-ზე, G3 არის დამოკიდებული მარტო E3-ზე და ასე შემდეგ, ხო? აი, როცა გარემო არის ანიზოტროპიული, ანიზოტროპიულ გარემოში დენის გავრცელების ასე იგი, სურათი იცვლება, რატომ? იმიტომ რომ ამ დროს დენის სიმკვრივის მდგენელი რომელიმე ღერძზე განისაზღვრება არა მხოლოდ ამ ღერძის შესაბამისი ელექტრული ველის დაძაბულობის ვექტორის მდგენელით, არამედ დანარჩენი ორი მდგენელითაც. შესაბამისად, გვაქვს აი ასეთი ფორმულა. Ge ტოლია ჯამი კაუდრის 1-დან 3-მდე სიგმა Ik EK. ხედავთ, ესე იგი, უკვე დენის სიმკვრივის ვექტორის პირველი მდგენელი შეიძლება იყოს დამოკიდებული არა მარტო E1-ზე, არამედ E2-ზე და E3-ზეც. ხო? ეს ნიშნავს რას? ეს ნიშნავს იმას, რომ გამტარებლობა ამ ნივთიერებისა, ამ გარემოსი უკვე ხდება ანიზოტროპიული სხვადასხვა მიმართულებით, იგი სხვადასხვანაირად ატარებს დენს და ამიტომ ნახეთ სიგმა Ik გამტარებლობა ხდება უკვე ტენზორი. ის მოიცემა უკვე აი ასეთი მატრიცის სახით. მატრიცის სახით, რომელშიც გვაქვს 3 სტრიქონი და 3 სვეტი, 9 ელემენტი, რომლებიც შეიძლება ერთმანეთისგან 3-ვე განსხვავდებოდეს, ხო? ამდენად ანიზოტროპიულ გარემოში, ნახეთ, ელექტროგამტარებლობა უკვე ხდება მეორე რანგის ტენზორი. იზოტროპიულ გარემოში ის იყო სკალარი, ანუ ნულოვანი რანგის ტენზორი, ხოლო ანიზოტროპიულ გარემოში ის ხდება უკვე მეორე რანგის ტენზორი, ხო? ასეთი მაგალითები ჩვენ შეგვიძლია საკმაოდ ბევრი მოვიყვანოთ ფიზიკიდან, სადაც მეორე რანგის ტენზორების სხვადასხვანაირად გამოიყენება. კარგი, მოდი ჩვენ დრო ამოიწურა სამწუხაროდ და აი აქ შევჩერდეთ ამ წერტილში, ესე იგი მნიშვნელოვანია რა, რომ თქვენ კარგად ყურადღებით წაიკითხოთ ეს მასალაც, ეგში რომელიც ჩვენ დღეს გავარჩიეთ, კარგად დაუფიქრდეთ ამ განმარტებებს და ვინაიდან ასე გავჩერდით, რომ იტყვიან საკითხის შუაში, ცუდი არ იქნება თუ შემდეგი ლექციამდე თქვენ ამ ესე იგი პარაგრაფის დანარჩენ ნაწილსაც თქვენ თვითონ წაიკითხავთ, იმიტომ რომ აქ უკვე საუბარია ნახეთ რაზე, იმაზე თუ როგორ განისაზღვრება უფრო მაღალი რანგის ტენზორები, უფრო მაღალი რანგის ტენზორების განმარტება ხდება ანალოგიურად, ანუ მაგალითად მესამე რანგის ტენზორი განიმარტება როგორც ის მათემატიკური ობიექტი, რომლის გარდაქმნის კანონი ანალოგიურია 3 ვექტორის პირდაპირი ნამრავლის გარდაქმნის კანონისა, აი ასეთნაირად, ხედავთ? ესე იგი, მობრუნებისას მესამე რანგის ტენზორი იქცევა ისევე, როგორც 3 ვექტორის A, B და C პირდაპირი ნამრავლი. ეს ისევ და ისევ არ ნიშნავს იმას, რომ PMNS-ი ყოველთვის ტოლია რაღაცა 3 ვექტორის პირდაპირი ნამრავლის. არა. ეს ნიშნავს უბრალოდ იმას, რომ გარდაქმნის კანონი არის ისეთივე, როგორი გარდაქმნის კანონიც გვაქვს 3 ვექტორის პირდაპირი ნამრავლისთვის და ასე შემდეგ ჩვენ შეგვიძლია უფრო მაღალი რანგის ტენზორები, ანუ n-ური რანგის ტენზორები განმარტოთ, როგორც ისეთი 3 ხარისხიანი კომპონენტის ერთობლიობა, რომლებიც კოორდინატთა სისტემის მოbrunებისას გარდაიქმნებიან აი ასეთი წესით. ხედავთ? ესე იგი, რაც უფრო იზრდება რანგი, გამოსახულებაში, გარდაქმნის კანონში მატულობს მიმართულების კოსინუსების ელემენტთა რაოდენობა. მესამე რანგის ტენზორისთვის გვაქვს 3, ხედავთ? AIM-ი, AKN-ი, ALS-ი, n-ური რანგის ტენზორისთვის გვაქვს უკვე n-ცალი. AI1, K1, AI2, K2 და ასე შემდეგ AIN, KN-ი. თვითონ ტენზორსაც უკვე აქვს n-ცალი ინდექსი, K1, K2,
და ასე შემდეგ კ-ი. და მას აქვს ზოგადად სამი ხარისხიანი კომპონენტი. მისი გარდაქმნის კანონი ამდენად ეკვივალენტურია n-ცალი ვექტორის პირდაპირი ნამრავლის გარდაქმნის კანონისა. და კიდევ ერთხელ, უკვე დღეს ალბათ მეათეჯერ გავუსვათ ხაზი იმას, რომ გარდაქმნის კანონის ეკვივალენტურობა არ ნიშნავს იმას, რომ n-ური რანგის ტენზორი ყოველთვის წარმოიდგინება, ან ყოველთვის ტოლია რაღაც n ვექტორის პირდაპირი ნამრავლისა. არა. ეს შეიძლება იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი ობიექტი, რომელიც არ დაიყვანება n-ცალი ვექტორის პირდაპირ ნამრავლზე, მაგრამ გარდაიქმნება წრფივი ორთოგონალური გარდაქმნების დროს, ისე როგორც სამი ვექტორის პირდაპირი ნამრავლი. ეს არის, როგორ გითხრათ, ეს საკვანძო მომენტი ამ განმარტებაში, რომ შეიძლება არსებობდეს მათემატიკური ობიექტი, რომელიც გარდაიქმნება როგორც n ვექტორის პირდაპირი ნამრავლი, მაგრამ არ წარმოადგენს ამავე დროს n ვექტორის პირდაპირ ნამრავლს. ხო? ასეთ სიდიდეებს ჩვენ დაუძახებთ n-ური რანგის ტენზორებს. აი n-ური რანგის ტენზორები მოიცემა ასეთი გამოსა. აი მოდი აქ გავჩერდეთ. მაშინ ფაქტიურად ჩვენ უკვე ნებისმიერი რანგის ტენზორის განმარტება, ასე ვთქვათ, ჩამოვაყალიბეთ და შემდეგ ლექციაზე უკვე გავაგრძელოთ ეს თემა და თანდათან უფრო ეს თემა გავშალოთ და მე მაინც გირჩევთ, რომ აი ეს ნაწილიც თქვენ თვითონ წაიკითხოთ, აქ არაფერი ისეთი რთული არ არის. აქ საუბარია იმაზე, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული თავისუფალი ინდექსები და განმეორებადი ინდექსები და რომ ტენზორის რანგს ყოველთვის განსაზღვრავს თავისუფალი ინდექსების რაოდენობა. ამას შემდეგი ლექციის დასაწყისში მე მაინც გავიმეორებ, ბუნებრივია ტენზორის განმარტებასთან ერთად, ამიტომ უფრო მეტ მასალას ამჯერად ბუნებრივია არ მოგცემთ. აქ გავჩერდეთ და ფაქტიურად ეს თავი შეიძლება ითქვას, რომ დავამთავრეთ, ნახეთ, იმიტომ რომ ბოლოს რაც დაგვრჩა, არის აი ეს განმარტებები, არა? და ესე იგი, კიდევ ერთხელ მოდი მივაქციოთ ყურადღება ამას, ეს კი ვთქვი დასაწყისში, მაგრამ მაინც გავიმეორებ ახლა. კი ბატონო, კიდევ 2-3 წუთი მაშინ თქვენ ყურადღებას დავიკავებ, ესე იგი, როგორც თავიდანვე ვთქვით, ტენზორის რანგს განსაზღვრავს იმ ინდექსთა რიცხვი, რომლებიც არ მეორდებიან, ასეთ ინდექსებს დაუძახებთ თავისუფალ ინდექსებს, არა? მაგალითად, აი ესეთი ტენზორი BIKK არის პირველი რანგის, რადგან K ინდექსი მეორდება და ეს არ არის თავისუფალი ინდექსი, ხო? აი ასეთ ტენზორში მაგალითად ნახეთ IK RO N RO ინდექსი RO მეორდება, ხო? ამიტომ ეს ტენზორი მესამე რანგის არის, არა? და ესე იგი, როგორც ეს ვთქვით და კიდევ ერთხელ გავემეოროთ, რადგან თითეული თავისუფალი ინდექსი სამგანზომილებიან სივრცეში იღებს სამ მნიშვნელობას 1, 2 და 3, ამიტომ n-ური რანგის ტენზორს ექნება სამი ხარისხად n კომპონენტი, არა? შეგვიძლია ბუნებრივია შებრუნებული გარდაქმნა დავწეროთ მაღალი რანგის ტენზორებისთვისაც, მაგალითად მეორე რანგის ტენზორისთვის, მე შემიძლია მეორე რანგის ტენზორის გარდაქმნის კანონი გავამრავლო აი ასეთ წყვილზე მიმართულების კოსინუსებისა და ავიღო ჯამი i და k. თუ ამას გავაკეთებ აი აქ მარჯვენა მხარეს, ნახეთ, აქ ორჯერ მომიწევს ორთონორმირების პირობის გამოყენება, არა? და ორთონორმირების პირობა გამიფილტრავს ამ გამოსახულებას, აი აქა. ხო? ნახეთ? იმიტომ რომ ესე იგი დაждდება კრონეკერის სიმბოლოები, რომლებიც საბოლოო ჯამში მარჯვენა მხარეს დაგვიტოვებენ სიდიდეს TPT. აი ამას მიაქციეთ ყურადღება კარგად, რატომ ხდება ესა? ნახეთ, იმიტომ რომ აი აქ AIP-ს ნამრავლი AIM-ზე, არა? და AKT-ს ნამრავლი AKN-ზე შეგვიძლია ორთონორმირების პირობის გამოყენებით დავიყვანოთ აი ასეთ ორმაგ ჯამზე, ჯამზე i და k, მოხსნათ ჯამები m-ით და n-ით, აი აქა, ხო? და შესაბამისად ორთონორმირების პირობა საბოლოო ჯამში მოგცემს აი ესეთ გამოსახულებას, რომელიც როდესაც გაიფილტრება, არა, საბოლოო ჯამში დაგვისვამს TPT-ს. და გამოვა TPT, ტოლი იქნება აი ასეთი
გამოსახულების. ეს არის უკვე რა, მეორე რანგის ტენზორის გარდაქმნის შებრუნებული ფორმულა. არა, როდესაც უშტრიხო კომპონენტები მეორე რანგის ტენზორისა გამოისახება შტრიხიანი კომპონენტების საშუალებით. ანალოგიურია გარდაქმნის კანონი, აქ ზის ორი მიმართულების კოსინუსის ნამრავლი, ბუნებრივია რომ მესამე და უფრო მაღალი რანგის ტენზორებში იქნება ანალოგიური შებრუნებული გარდაქმნის კანონები, სადაც გვექნება 2, 3 მეტი ზოგად შემთხვევაში n მიმართულების კოსინუსის ნამრავლი. აი ეს არის და ეს. მოკლედ ეს საკმარისად მოკლე თავია, როგორც ხედავთ, სულ რამდენიმე გვერდია, 5 გვერდია, მაგრამ მნიშვნელოვანი თავია, იმიტომ რომ განმარტებებია აქ მოყვანილი. ამიტომ ძალიან სასურველია, რომ დიდი ყურადღებით ეს მასალა წაიკითხოთ, ამ განმარტებებში კარგად გაერკვეთ და ის დავალებები, რომელიც მოგეცით უკვე და რომელიც ეხებოდა რუცილულ ორთოგონალურ კოორდინატებს, ესეც აუცილებლად გააკეთოთ, ხო? იმისთვის, რომ უფრო კონკრეტულად იყოს დავალება ჩამოყალიბებული, თან აქ დღეს ანანო არ გვესწრება, ამიტომ ამას ფაილის სახითაც გამოგიგზავნით. თან შევამოწმებ მასალებში დევს თუ არა არფკენის წიგნის ის თავი და თუ არ დევს იმასაც დავუმატებ. კაი ბატონო, მაშინ ახლა დაგემშვიდობებით, ხო? აბა კარგად იყავით. დიდი მადლობა დროებით. ნახვამდის, კარგად. კარგად, აბა.